მოგესალმებით მეგობრებო. დღეისათვის გადავწყვიტე, რომ არც ისე დიდი ვიდეო გავაკეთო და ბევრი ინფორმაციით არ გამოგიჭედოთ ტვინი. ვისაუბრებთ ტექსტებზე და ამ ტექსტების ფორმებში ჩასმაზე. ასევე ფერებიც შევასხათ ერთ-ორ ადგილზე. ჩასმშვენიერებას გავთიშავ და რაღაც პატარ-პატარა ხრიკებსაც გასწავლით. ბევრი რო არ გვებოდიალა, ამიტომ რაღაცა ტექსტები და ფორმები შემოვიტანე მანამდე და დავიწყოთ. ავიღოთ ფისუნია. პირველ რიგში რა მინდა გასწავლოთ. არ არის აუცილებელი, რომ კომპიუტერი გადავჭედოთ ბევრი ფოტოებით და ყველაფერი შევინახოთ ჩვენს კომპიუტერში. ფოტოები, რომლებიც გვინდა რომ გამოვიყენოთ ილუსტრატორში შესატანად, შეგვიძლია უბრალოდ ესე დავაკოპიროთ. Copy image და paste. წინა ვიდეოში, სადაც ფენთული ავხსენი, გასწავლეთ როგორ უნდა გადავხატოთ რაღაცეები. ამიტომ ალბათ ყველაზე ლოგიკური იქნება თუ ამას ჩავამაგრებთ და დავიწყებთ ფენთულით დამუშავებას. ფისუნია კატასი. მაგრამ ეს არ არის სწორი. უпростоრად სწორია, მაგრამ არ არის მარტივი გზა. ამიტომ ჩვენ გამოვიყენებთ მარტივ გზას. ეს ხომ გასწავლეთ, რომ ყველაფერი უნდა გავამარტივოთ. ამ შემთხვევაში რა არის მარტივი გზა? როდესაც ნამუშევარი არის გრაფიკული, ესკიზური და ასე შემდეგ, ამ ყველაფრის ძალიან მარტივად გავექტორება არის შესაძლებელი, ისე რომ ესე ხელით გადმოხატვა არ დაჭირდეს და ამისთვის არსებობს image trace. მე აქვე მაქვს ჩამაგრებული quick action-ებში, მაგრამ თქვენ გასწავლით, საიდან უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი. Object-ში შევდივართ, image trace make. აი ნახეთ, ეს ახლა არის ჩვეულებრივი default. გვაქვს ბევრნაირი ვარიანტი და კიდევ გვაქვს ჩვენ თვითონ შეგვიძლია ზუსტად ისე დავატრეისოთ, როგორც გვინდა. არჩევანი გავაკეთოთ როგორც გვინდა ისე. მრავალფეროვანი. მე როდესაც შავ-თეთრ სკეჩებზე ასაუბარი, ყოველთვის სკეჩ-არტს ვარჩევ. ბევრად უფრო მარტივია, ასე ფონიც უქრება, თეთრი ფონი. ან თუ სკეჩმა ვერ აღიქვა, მაშინ low-ზე ვაყენებ ხოლმე. სამწუხაროდ detail-ის ლოგო არ აქვს ილუსტრატორს. Corel-ისგან განსხვავებით, მე ის ძალიან მომწონს. image trace. აქაც ხელით ვაყენებ ხოლმე როგორ მიახლოებით ისე როგორც მინდა. აი ნახეთ, ეს არის ხელით შეგვიძლია ზუსტად ისე შევურჩიოთ სასურველი. ფერების რაოდენობას ვერ შევურჩევთ, იმიტომ რომ მხოლოდ შავი გვაქვს ამ შემთხვევაში, სკეჩი არის, მაგრამ ფერადი რომ იყოს, მაშინ გადავწყვეტდით თუ სურათი იქნებოდა, გადავწყვეტდით რამდენად მრავალფეროვანი იყოს. გვინდა რომ ეს გრადაციული ფერები ყველა აღიქვას, თუ გვინდა რომ ნაკლებად აღიქვას, ყველაფერს ვაკონტროლებთ აი ამით. ამ შემთხვევაში არაფერს აზრი არ გააჩნია, უბრალოდ გადავტვირთავთ პროცესორს. როგორც გითხარით, ამ შემთხვევაში, რადგან ფისუნია შავია, ავარჩიე სკეჩ-არტი და ფონიც ავტომატურად გავქრა, რომ მერე მოგვიანებით მე თვითონ არ მომიწიოს მაგის გაკეთება. Expand, აუცილებლად Expand-ი არ უნდა დაგავიწყდეთ. ესე ვაობიექტებთ. აი ასე. ეს ფისუნია გვყავს უკვე.
ვექტორული ფისუნია რამ ხელაზეც გვინ და იმ ხელაზე გავზრდით. ესეც გამარტივებული გავექტორება. ახლა რა მინდოდა მეჩვენებინა. ალბათ გინახავთ ხომ რაღაც ბოთლის ფორმაში ჩასნული ტექსტები ლამაზად, კოკაკოლის ბოთლის რეკლამის ტექსტები და კიდე შემხედრია კოქტეილის ჭიქის მარტინის ჭიქის რეკლამის ტექსტები, გაზეთები და ასე შემდეგ რაღაც ფორმაში მოყვანილი ტექსტები. ხო, სანამ ტექსტების მიმაგრებას გასწავლეთ, შეიფებზე აუცილებლად უნდა მასწავლებინოთ თვითონ ტექსტის წერა. სულ გვაქვს რამდენიმე ნაირი სახეობის წერა. პირველი არის თის რომ დავაჭერთ უბრალოდ ერთხელ მაუსის კლიკით დავაჭერთ და ესეთი პატარა ადგილი ჩნდება თავისი წარწერით. ეს ლორემიფსუმ მოყვება თვითონ, არაფერი არ არის წაშლით და რასაც გინდათ ჩაწერთ. მეორენაირი წერის საშუალება გვაქვს ისევ თეიფთული, არაფერი არ იცვლება, უბრალოდ აი ასეთ რაღაცას გავაკეთებთ. აქ უკვე გვიქმნება ჩარჩო. ამ შემთხვევაში რა არის ამ ორ შორის განსხვავება? ამ ჩარჩოს Corel-ში ეს ჩარჩო რჩება და უშნოა ხოლმე. აქ არ რჩება, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ აი ტექსტს რა ემართება, შეხედეთ ამ შემთხვევაში მოძრაობს ტექსტი. არ გვჭირდება რომ ხელით გავასწოროთ ტექსტის აბზაცები და ასე შემდეგ. შეგვიძლია უბრალოდ ჩარჩო ამოძრავოთ. აბზაცები რა უფრო ხაზები, აბზაცებს ნამდვილად დასჭირდება გასწორება. ამ შემთხვევაში, როდესაც ერთი წკაპით დავწერეთ ტექსტი, ხდება ესეთი რაღაცა. ან თვითონ ფონტი იცვლის ფორმას და არა ჩარჩოს ტექსტი. აქ ეხლა რა ტექსტიც არ უნდა ყოფილიყო. ნებისმიერი ტექსტი. თუნდაც ეს დავაკოპიროთ. იგივე რა იყოს. ნახეთ. ჯერ ხო ერთ მთლიან ხაზზე იხატება, იწერება უფრო სწორად ეს ტექსტი. და მერე ნუ რაც გითხარით ის ხდება. მახინჯდება. ეს არის ამ ორ წერას შორის განსხვავება. თუმცა ორივე გჭირდებათ და კარგია თუ ორივეს გამოყენება გეცოდინებათ. ეს არის წერა. კიდე მესამე ვარიანტი გვაქვს, რომ დავწეროთ ვერტიკალურად. ესე დიდხანს დააჭერთ მაუსის კნოპკას და ვერტიკალურადაც იგივე ხდება, რაც იქ. ჰორიზონტალური წერის დროს უბრალოდ ეგეც ვერტიკალურია, აი. აქ ნახეთ. რაც იცვლება. ასე არაფერი იცვლება. ასე იცვლება ტექსტი. და აქაც იგივე რაც ამ შემთხვევაში ხდებოდა. ეს განსხვავება ამასა და ამას შორის, ამ ორ შორის და ვერტიკალურადაც ზუსტად იგივე ხდება. ახლა რა ვარიანტი გვაქვს კიდე აქ? ალბათ შეამჩნევდით ესეთი ძალიან საყვარელი Tape-on Paste-ული. ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენ ამას რაღაცა წირს გავკეთებთ, თუ გვინდა რომ კლაკნელად დაიწეროს დაუშვათ. ან ყველაზე მარტივი. თუ გვინდა რომ რაღაცა წრიული ლოგო გავაკეთოთ, ვიღაც ექიმებს აქვთ ხოლმე ხშირად ან ბეჭდებზე, ბეჭდის შაბლონებს როცა გიკვეთავენ, მათ ჭირდებათ ხოლმე ესეთ წრეული წარწერები. ამ დროს ესეთ რაღაცას ვაკეთებთ.
ვიღებთ აი ამას და აი ასე ვაკეთებთ. აი ხედავთ? უკვე წრიული წარწერა გვაქვს. ამის მოძრაობაც. ანუ თუ გვინდა რომ შიგნით იყოს, ნახეთ ის არის რომ მიიღებთ ისრის ფორმას მაუსთან. ამ შემთხვევაში დავაჭერთ და შიგნი შევწევთ. ნუ უკვე ამობრუნებულ ვარიანტს ვიღებთ. გარედან კი არ არის, უკვე შიგნიდან არის წარწერა. ამის ტექსტის გაზრდა შეგვიძლია რა თქმა უნდა აი აქედან. როგორც სტანდარტულად Word-ში და ნებისმიერ სხვა პროგრამაში. აქედან იზრდება ტექსტი, ფერის შესვლაც რა თქმა უნდა აქედან შეგვიძლია stroke, სისქე, პრაბელები, ასოებს შორის გამოტოვება, როგორ დალაგდეს. მე აქ ბულეტებიც მაქვს დაყენებული, იმიტომ რომ მჭირდება ხოლმე ხშირად ტექსტის ფლაიერების და რაღაცეებისთვის. ასევე შეგვიძლია აი ამის მოძრაობა. იქნებ მინდა რომ სხვაგან იყოს. აი, ახლა გარეთ გამოვიტანე ისე. აი ესე შიგნით შევიტანე, გარეთ გამოვიტანე, შიგნით შევიტანე, გარეთ გამოვიტანე. და ესე შემიძლია დავატრიალო და როგორც ჩემს გულს გაუხარდება, ისე დავაყენო. ახლა ცოტა შეურია მე მგონი ტექსტები ერთმანეთს. ხო, ესე იქნება სწორი. აღარ იქნება ლორემ იფსუმ არეულო. მოკლედ ეს გვაქვს ტექსტებთან დაკავშირებით, მე მგონი მეტი ეტაპისთვის არაფერი არ გვჭირდება. აი ავიღოთ წრე. აი ამის სწავლება მინდოდა. წეღან და მე გამახსენდა რომ თვითონ ტექსტის წერა არ მისწავლებია. ნებისმიერ ტექსტს. აი ამის რაღაცა ამის სწავლება მართლა არ მინდა. ვფიქრობ დროის დაკარგვა თქვენც ძალიან კარგად მიხვდებით ამის გაკეთებას. როგორ უნდა შეუცვალო ფონტი. როგორ უნდა შეუცვალო ფონტი, ფერი, ტექსტს, ზომა, ეს პრაბელები. გინდა ბევრი ხო 500 დაუშვათ. აი ესეთი იქნება ბევრს თუ გამოტოვებ. აქ პირიქით ვთქვათ გვინდა რომ აი დავაშოროთ ესენიც. აი ესე. ასოებს შორის სიმაღლე. 80. ესეც დავაშორეთ. ეს როგორ გვინდა რომ განვალაგოთ ტექსტი. ასე თუ. შალა ხო გამომივიდა. მოკლედ ეს მარტივია ძალიან და ამაზე ბევრ დროს არ დავკარგავ. თქვენ თვითონაც ძალიან კარგად მიხვდებით. როგორ უნდა შევცვალოთ ტექსტებს, ფონტი, ფერი და ზომა, ფორმა, პრაბელები. აბზაცებსაც გაასწორებთ, რა ვიცი, Word-ში თუ გიმუშავიათ ერთი დღე მაინც, ზუსტად იგივეა აქაც. იმიტომ მოდი ახლა გავხერხოთ ეს ოვალი, რომელსაც ამდენი ხანია ვცდილობ და ვერ გავხერხებ. ავიღოთ ეს ხერხი და გავხერხოთ რა ეს ოვალი. აი ესე. აუცილებელია იმისთვის, რომ ტექსტი ფორმაში ჩავსვათ. ეს ფორმა იყოს უფრო წინ, ვიდრე ტექსტი. წაღანას თქვი ისე ვიმეორებ. აი ესე, arrange, bring to front. დავუშვათ ლორემ იფსუმ ჩავსვათ ზედა ნაწილში. Object, envelope. აი ჩვენი ლორემ იფსუმ ჩაჭდა ოვალში. აი ამას მიყვება. ეს ხდება მაგისი ფესი, როგორც აი ამ შემთხვევაში იყო. ჩვენ ხომ დავასვით ეს წარწერა ზუსტად აი აქ. იგივე ხდება ამ შემთხვევაში, წავით?
ზუსტად იგივეს ვაკეთებთ ამ შემთხვევაშიც. დიდი ტექსტი ავიღოთ. ოპს. ხო, აი კიდე რა განსხვავებაა ამასა და ამას შორის. კარგი გამახსენდა ახლა. იგივეა პრინციპში. ამის გადაბრუნებისას ტექსტი არ ბრუნდება. აი, ასეთი ხდება. და როცა ერთ ხაზზე გვაქვს ერთი დაწყაბუნებით დავწერეთ, მაშინ ჩვეულებრივად შეგვიძლია ტექსტი გადავაბრუნოთ. ამიტომ, როდესაც ერთი სიტყვა გვაქვს ჩასაწერი, მაგალითად სიყვარული ან ზრუნვა ან რამე ასეთი და გვინდა რომ ეს სიტყვა ვაბრუნოთ, ვატრიალოთ ესე ჩვენ ჭკუაზე, მაშინ რა თქმა უნდა უმჯობესია რომ ეს ერთი წყაბით ტექსტი გამოვიყენოთ, მაგრამ თუ დიდი ტექსტი ან ფლაერის ტექსტი ან ბანერის დიდი ტექსტი ან რაღაც განცხადების ტექსტი, მაშინ რა თქმა უნდა უმჯობესია რომ ეს მონიშნული ჩარჩოიანი ტექსტი რომ გავაკეთოთ, რა თქმა უნდა უკეთესი იქნება. ახლა რა ვქნათ? ახლა აი ეს ტექსტი მივაბად ქვედა ნაწილს. აბა რა გამოვანახოთ? ვალა, მიება. მაგრამ რა თქმა უნდა ახლა ისეთი კაი არ არის, როგორც გვენდომებოდა. ხელით უკეთესად ჩავსვავდით. თუმცა აი როგორც გითხარით, ორ სიტყვიანი ეს ახლა ბევრი ტექსტი იყო და იმიტომ ორ სიტყვიანი სიყვარული გვაძლიერებს იყო ოვალი ასევე მე გავხერხე და მივიღე ესეთი საყვარელი გეგონება ლოგოა ტუჩებისთვის მინდა და მე მსგავსებინა, მაგრამ თლად ტუჩები ვერ გამოვიდა, მაგრამ რაღაცა საყვარლობა კი არის. მაგალითად ხომ შეგვიძლია რომ ესე ჩვენ როგორც გაგვეხარდება ისე ჩაუსვათ ტექსტები, ესე გავწელ-გამოვწელოთ და განვათავსოთ როგორც გვინდა. მაგრამ რატომ უნდა ვიწვალოთ, როცა არსებობს ესეთი ძალიან საყვარელი ფუნქცია? აუცილებლად საჭიროა რომ ეს ხაზი, რასაც გვინდა ტექსტი განვათავსოთ, ფორმა, shape იყოს წინ. ანუ arrange to front, bring to front. და შემდეგ ვაკეთებთ ესეთ რაღაცას. ორივეს ნიშნავთ. ტექსტსაც და ფორმასაც, სადაც გვინდა რომ ეს ტექსტი ჩაემაგროს, ასე ვთქვათ. ესეთი საყვარელი ფუნქცია გვაქვს. Make top object. დავაჯინეთ. როცა ტექსტი უფრო დიდია, უფრო მარტივად ჩანს ეს ყველაფერი. აი. ეს ხო დიდი ტექსტი გვაქვს. აი, მაგალითად აქ ჩავსვათ ეს დიდი ტექსტი. ვაუ. ანალოგიურად შეგვიძლია გავაკეთოთ ნებისმიერ ფორმაზე. ეს. აქაც გაჩვენეთ უკვე ნებისმიერ ფორმაში შეგვიძლია ამის გაკეთება. ფოტო დავატრე ისეთ, კიდე რა შეიძლება რომ შევისწავლოთ დღეს. აი ხო, აქაც ვთამაშობდი. მიაუ მათთან ფისო თათოში ჩავსვი. ფისუნია გადის თათოში. ეხლა შეგვიძლია აც უკვე გავექტორებული ნებისმიერი ფოტო გავაფერადოთ, აი. ეს ფისუნიაც ხო გავავექტორეთ და დავჩეხეთ. მივცეთ ახლა ფერები. მაგიტო დავჩეხე რომ მეჩვენებინა ფერების
კიდევ ერთხელ გავიაროთ ფერებიც, იმიტომ რომ გამეორება ცოდნის დედაა. ეს საყვარელი ჭრელი ფისო მივიღე. და ანალოგიურად ესენიც ეგრე ერთი ხელის მოსმით გავექტორებულები არიან. მივცეთ მაგათაც რამე ლურჯი ფერი. მაგრამ მე მწვანე მიყვარს იყოს, მწვანე კატები. ესე მწვანე ფისუნიები გვყავს პლომად. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო. ხადა გემშვიდობებით. და შემდეგ გაკვეთილზე მოდი ავაწყოთ რაიმე მარტივი ვიზიტკა. სავიზიტო ბარათი გაცრავად. და დავალებაც ეგ იქნება ამ ვიდეოს შემდეგ და შემდეგი დავალებაც ეგ იქნება. ამ გაკვეთილის შემდეგი დავალება იქნება რამე თქვენთვის სასურველ ფორმაში ჩასვით თქვენი საყვარელი ლექსი ან რაღაც ტერმინი, სლოგანი, ნებისმიერი რაღაც ანდაზა თუ გიყვართ რამე კონკრეტული თქვენთვის სასურველ ფორმაში განათავსეთ, როგორც ჩვენ ჩავაწებეთ ცოტა ხნის წინ ერთობლივად ვიდეოში ზუსტად ისე. არხი გამოიწერეთ და ეგეთები.